ბეგი სიორიძე ამომრჩეულთან შეხვედრას ყოველდღიურ რეჟიმში აგრძელებს. კოალიცია ქართული ოცნების მერობის კანდიდატი ამჯერად თაყაიშვილის ქუჩისა და ანასეულის მცხოვრებლებს შეხვდა. პრობლემები თითქმის ყველა უბანში იდენტურია. მოსახლეობა წყლის სისტემას, განათებას, ასფალტს, მოუწესრიგებელ კანალიზაციასა და სხვადასხვა მსგავსი ტიპის ყოფით პრობლემას უჩივის. როგორც მერობის კანდიდატმა მოსახლეობასთან შეხვედრისას აღნიშნა, იგი მერად არჩევის შემთხვევაში მხოლოდ ბიუჯეტის იმედად ყოფნას არ აპირებს, დამატებით სახსრებს მოიზიდავს და ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ბიზნეს გარემოს განვითარებას შეუწყობს ხელს. ჩვენი მოსვლის შემთხვევაში ვპირდებით ჩვენს ამორჩეველს, რომ ყველა პრობლემა მიტანილი იქნება გულთან, არ დარჩება არც ერთი საკითხი განუხილველი და ვფიქრობ, რომ ოზურგეთი თავისი გამომდინარე იქედან, რომ ხდება თვითმმართველი ქალაქი, ექნება დამოუკიდებელი ბიუჯეტი და დარწმუნებული ვარ, რომ ყველა პრობლემას ნაბიჯ გადავწყვეტთ. ბეგი სიორიძე ასევე იაკობ შემოქმეdelis ქუჩის მოსახლეებს შეხვდა, სადაც ადგილობრივებმა სტადიონის კეთილმოწყობას თხოვეს. დიდი სირცხვილია ის, რომ სტადიონის გასაკეთებლად შეიძლება ამდენი ხალხი ვახმეცნოთ ამდენი ხნის განმავლობაში. არ არის ეს რთული საკითხი, არ ჭირდება ამას რაღაცა კოლოსალური თანხები. ამიტომ არ უნდა ვახვეწნებდეთ მოსახლეობას ისეთი ელემენტარული საკითხების მოგვარებას, თუნდაც როგორც ეს სტადიონი.